გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. სამართალი ურმით დადისო ხომ გაგიგიათ? ხოდა როგორც იქნა ეს ურემი ნიკა გვარამიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ესტუმრა. ხუთივე ამ აგენტს და ოდიოზურ ოპოზიციონერ ქვეყნის ამრევს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ეს რასაკვირველია ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მათ რეალურად ეკუთვნით. მაგრამ იქნებ გაკვეთილი მაინც მიიღონ. მეტი არ არის ჩემი მტერი. ამის პარალელურად მაზაკვალი გვახარია გერმანიაში გაიქცა რამდენიმე კვირიანი საქმე მაქვსო. გაქცევაში და ღალატში ამბიც ბადალი არ ყავს. მოკლედ, ეს მთელი აგენტურა მიშას პერიოდის ციხეში უნდა ამყოფო. ის გამოაცდევინო, რასაც ედგნენ გვერდში და რასაც დღემდე უჭერენ მხარს. თორე ახლა ქართული ოცნების პირობებში მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი სამარტოვო საკანი ამათვის მართლაც რომ ბაირამობაა. არის ასეთი საკმაოდ ჩაბერილი პოეტი ზვიად რატიანი. ხან პატრიარქს აგინებს, ხან სამართალდამცავებს და ამით იჩნდება ხოლმე მედიის ყურადღების ეპიცენტრში. ახლა ის კვლავ დააკავეს და ლიბერალურ ბაბლში ერთი ისტერიკა ატეხილი. პოეტს ჯის სისტემაო. ამაზე მაინც ამოიღეთ ხმა, გამოდით გარეთ, დაამხეთ დიქტატურაო. ხოდა დღეს გავრცელდა კადრები, თუ რატომ დააკავეს ბატონი რატიანი. ბატონი პოეტი მიდის პოლიციელთან, ჯერ რაღაცას ეუბნება და შემდეგ მოულოდნელად სახეში ხელს უტყავს. მოკლედ, ამ უსამშობლო ლიბერალებს სამართალდამცავებზე ფიზიკური ძალადობის ნორმალიზება სურთ, რაც რასაკვირველია არ გამოვა. მათ სათაყვანებელ ამერიკაში რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს ნებისმიერმა მოქალაქემ. ჯერ ხო ისე გალახავს პოლიცია, ასაწყობი გახდება. და მერე კაი დიდხნიანი პატიმრობაც მოუწევს. ჩვენი ლიბერალები კი სამართალდამცავებზე მოძალადებს სინდისის პატიმრებს უწოდებენ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე რეაგირებას რეჟიმის სახეს არქმევენ. თამარა ჩერგოლეიშვილი ხომ იცით? ბოკერიას დევიანტი ცოლი. ხოდა ამ შლეგიანმა ქალბატონმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ირანის დაბომბვას ისეთი სიხარულით ხვდება, გეგონება ჯეკპოტი მოიგო. 6 ბომბი ჩამოვარდა იმ ულამაზესი ბომბდამშენებიდან, რომელიც გუშინ გაუშვეს, ბუნკერის ბომბები, წყალქვეშაგებიდანაც დაუშინეს, ანუ პარალელურად ხდებოდა. ეხლა წავედი აუზზე, აპეროლით უნდა აღნიშნო გუშინდელი ღამე. ამის პარალელურად ვინმე ნაცების პოეტი ტორესა მოსი ამერიკას ემუდარება ბომბები გამოუშვით საქართველოში, რომ ხელისუფლება მოგვაშოროთო. ეს ლაბილური ფსიქიკის მოღალატეების კასტა მართლაც რომ ოცნებობს, რომ როგორმე აქ ბომბები ჩამოვარდეს და ქვეყანა ცეცხლის ალში გაეხვეს. რათა თავიანთი უსამშობლო ლიდერების ძალაუფლებაში მოსვლის რაიმე შესაძლებლობა მაინც გაჩნდეს. ვერ მოგართვით აკაცუკებო. ჩვენი ქვეყანა მშვიდობასაც შეინარჩუნებს, სტაბილურადაც განვითარდება და ხელისუფლებაც ისეთივე მტკიცე და ურყევი იქნება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვაში, როგორც არასდროს. მგონი დროა ან შეგუება დაიწყოთ, ან გახარიას მსგავსად გაიძურწოთ თქვენი პატრონების ქვეყნებში თავშესაფრის სახვეწნელად. საქართველოს თქვენ ისედაც არ გიყვარდათ და ისეთიც ვერასოდეს გახდება, ანუ ისე არასდროს გადაგვარდება, რომ თქვენი მოსაწონი გახდეს აქაურობა. ხოდა, აბა თქვენ იცით. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კვლავ ეთოქზე.